ათზე მეტი ქვეყნის ელჩმა სპინძლა სოფლის მეურნეობის მინისტრმა საგურამოში სოფელ ჯიღაურაში დიპლომატებმა მმართველში მიიღეს მონაწილეობა. მათთან ერთად ყურძნის კრეფაში ჩართული იყო საქართველოს სააგარეო საქმეთა მინისტრიც. დიპლომატებმა ყურძენი დაწურეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს. მოგენებით კი ჯგუფლაშართან ერთად იაპონიის ელჩმა და ქართველმა მინისტრებმა თბილისოც იმღერეს. მყოფები ჯიღაურის ეროვნულ ცენტრში, სადაც წარმოდგენილია ტრადიციული ქართული ძველი ჯიშის ვაზი. აქ ხდება ჯიშების გამოცდა, ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი და იცით რომ სამინისტროში სულ ახლახან ჩამოყალიბდა და დაკომპლექტდა რამოდენიმე თვის წინ სამეცნიერო კვლევით ცენტრი, რომლის ფარგლებშიც ეს ბაზა იქნება ერთ-ერთი ისე თქვათ საფუძველი სამომავლოდ მეცნიერების განვითარებისა. მე პირველად ვარ აქ და რომ ინახავს გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში მოვლილი და ლამაზი ვენახები ზუსტად ისეთი და ძალიან მიხარია რომ მოვხდი აქ. ყველა იმ წვეულებაზე, რომელსაც ჩვენ საელჩოში ვმართავთ, ქართულ ღვინოს ვთავაზობთ არა მარტო ქართულ, არამედ იაპონელ სტუმრებსაც. ტოკიოში თქვენი ღვინო ძალიან პოპულარულია, მისი შეძენა როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ინტერნეტ პორტალებზეცაა შესაძლებელი.